მაღალხარისხოვანი და უხვი მოსავლის მისაღებად პირველ რიგში აუცილებელია ჯანსაღი, არაეროზირებული და ნაკლებ ტენიანი ნიადაგის არსებობა. თანამედროვე მიდგომები, ხვნათესვის სწორი მენეჯმენტი და ტექნიკა დღეს ნიადაგის ხარისხობრივი გაუმჯობესების გარანტია. საქართველოს ლანდშაფტისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ყველა რეგიონში ნიადაგის დამუშავების განსხვავებული მიდგომებია. თას სხვა სპეციფიკა აქვს. ბარსკი სხვა. აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ქარისმიერი ეროზიაა, დასავლეთში კი წყლისმიერი. ნიადაგის სწორი მოხსნა დამუშავება შესაბამისი წესებისა და ნორმების დაცვა ხელს უშლის ეროზიული პროცესების განვითარებას. განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში კი მეწყრისა და ღვარცოფების თავიდან აცილებას. ნიადაგის წყალგამტარობის გაზრდა ეროზიის შემცირებას იწვევს. ამ მიზნით ნიადაგი სიღრმისეულად მუშავდება. თანამედროვე ტექნოლოგიის მიხედვით ნიადაგს სხვადასხვა მეთოდით ხსნავენ. ნიადაგის წყალგამტარობის გაზრდის შესაბამისად ეროზიის შემცირების ერთ-ერთი მეთოდი მიწის სიღრმისეული დამუშავებაა. ნიადაგის ხსნა დამუშავების სიღრმეები. დამუშავების მცირე სიღრმე 6-8 სანტიმეტრი, დამუშავების ნორმალური სიღრმე 20-22 სანტიმეტრი, ღრმა დამუშავების სიღრმე 25-27 სანტიმეტრი. ყველაზე ეფექტურია 27-30 სანტიმეტრ სიღრმეზე ხსნა. ხნულის 1 სანტიმეტრის ჩაღრმავება ნიადაგის ზედაპირულ ჩამონადენს 1 ჰექტარზე 12 კუბური მეტრით ამცირებს. ნიადაგის ღრმა მოხსნა 3 წელიწადში ერთხელ ხდება. ხმნის ასეთი მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია უხმნალექიან სეზონზე. ფერდობის არასწორხაზოვანი ფორმის დროს სხვადასხვა სიღრმის კვლები წარმოიქმნება. ამ გზით ნიადაგსა და ზედაპირზე ტენი გროვდება. ამ შემთხვევაში ნაკვეთი გარდიგარდმო ხმნის მეთოდით იხსნება. განივ კონტურული, ეგრეთ წოდებული გარდიგარდმო ხმნის უპირატესობები. ამ დროს 10-15 ჯერ მცირდება ფერდობზე წვიმის ზედაპირული ჩამონადენის ოდენობა. 100-150 კუბური მეტრით იზრდება ტენის მარაგი. 1-დან 3 ცენტნერამდე იზრდება ნიადაგის მოსავლიანობა. აჭარის სახნავს სათესი და სამეურნეო დანიშნულების მიწების უმეტესი ნაწილი მთაგორიან ადგილასაა განლაგებული. 6-დან 7 გრადუსზე მეტი დაქანების მქონე ნიადაგები ეგრეთ წოდებული დაბაძოების მეთოდით მუშავდება. ამ მეთოდით ნიადაგის დამუშავება ზედაპირული ჩამონადენის მინიმუმამდე შემცირებას მთლიანად ვერ უზრუნველყოფს, ამიტომაც აუცილებელია ხნულის დაბაძოება. ხმნის დაწყებამდე გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანს დიდი ზომის ფრთა უკეთდება. ამ ფრთის მიერ გადმობრუნებული ბელტი ჩვეულებრივზე დიდია და ნაკვეთის მთელ სიგანეზე ჩამომდინარე წყლისთვის წინაღობას ქმნის. ხმნის ეს მეთოდი ეგრეთ წოდებული დაბაძოება აჩერებს ჩამომავალ წყალს. ნიადაგის ხსნა 4 კორპუსიანი გუთნით ტარდება. მეორე და მეოთხე სახნისი გუთნის კორპუსზე ჩვეულებრივ სიღრმეზე დგება, ხოლო პირველი და მესამე სახნისი 10-15 სანტიმეტრით ღრმად მონტაჟდება. 4 კორპუსიანი გუთნით მოხსნული ნიადაგის წყლით ჩამორეცხვა 1 ჰექტარზე 5 კუბური მეტრით მცირდება. მარცვლეული კულტურის მოსავალი კი 2 ცენტნერით იზრდება. ძლიერი წვიმისას სახნავი მიწის ზედაპირზე 20-30 სანტიმეტრის სიღრმის წყალნაღარები წარმოიქმნება. მათი გაფართოება გაღრმავებით კი ღარტაფები, რაც მთლიან ნაკვეთს ანაწევრებს და მანქანურ დამუშავებას აძნელებს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ნაკვეთის ზედაპირი გუთნით სწორდება. ქარისმიერი ეროზიის დროს ნიადაგის ხშირ ხსნას უარყოფითი შედეგი მოაქვს. თანამედროვე სოფლის მეურნეობა ოპერაციების მაქსიმალურად შემცირებისკენაა მიმართული. ამ შემთხვევაში ნიადაგის დამუშავება კომბინირებული ხერხით ხორციელდება. კერძოდ ღრმად მხნელ გამანაყიერებელი გუთნით ხმნითა და ხმნის დროს სასუქების შეტანით. ნიადაგს კომბინირებული გუთნით ხნავენ. გაფხვიერებული ფენა 14 სანტიმეტრს აღწევს. ნემსებიანი დისკოები ნიადაგის ზედა ფენას აფხვიერებენ და ასწორებენ. სატკეპნები კი შლიან მსხვილ გოროხებს. ამკვრევებენ ნიადაგის ქვედა ფენას აფხვიერებენ დამუშავებულ ზედაპირს. ამ გუთნის გამოყენებით ხდება თესვაც. კომბინირებული გუთნის პარალელურად ნიადაგის დასამუშავებლად გამოიყენება აგრეთვე თანამედროვე აგრეგატები, ბრტყლად მჭრელები და ჩიზელები. ჩიზელური გუთანი გამაფხვიერებლის შემადგენელი ნაწილები, სამუშაო ორგანო, ჩარჩო, საყრდენი ბორბალი, სიღრმის დამუშავების რეგულირების მექანიზმი. ჩიზელური გუთან გამაფხვიერებლის სატეხი. აქვს 70 მმ-მდე მოდების სიგანე. ნიადაგს 45 სანტიმეტრის სიღრმეზე აფხვიერებს. მის ისრისებულ საცეცებს აქვს 270 მმ-მდე მოდების სიგანე. საცეცები ნიადაგს 30 სანტიმეტრ სიღრმემდე აფხვიერებს.